ქრისტეს მეორედ მოსვლის თაობაზე. ნაწილი მე-9. მაშამ გზით ვიაროთ, ჩემო ძმებო, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროთ. ვინც ამ გზას გაჰყვება, ის უეჭველად დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას, რადგან თვითგზა არის ცხოვრება. თუმცა მცირენი დგანან ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ, ჩემო საყვარლებო, არ დავკარგოთ ეს გზა. არც ერთმა თქვენგანმა არ გადაუხვიოს ამ გზიდან, რათა არ წარწყმდეს წინასწარმეტყველის სიტყვისამებ, ნუ უკვე განრისხდეს უფალი და წარწყმდეთ თქვენ გზისა მისგან მართლის. მოვუსმინოთ მეუფის, აი რას ამბობს: მე ვარ ნათელი სოფლისა, მე ვარ გზა, რომელიც შემომიდგეს მე არა წარსცეს ფეხი, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. ამრიგად, ჩვენს დავდგეთ ნეტარების მომნიჭებელ ამ გზაზე, რომლითაც ყველა ქრისტეს მოყვარე ვიდოდა. ეს გზა მწუხარებით არის სავსე, მაგრამ განსვენება და ნეტარება მოაქვს მას, თუმცა ვიწრუა იგი და ძნელად სავალი, მაგრამ ვრცელია განსასვენებელი. ამ გზაზე სიარული ეს არის: სინანული, მარხვა, ლოცვა, ღვიძარება, თავმდაბლობა, სულიერი სიგლახაკე, სულის ცხონებაზე ზრუნვა გულმოდგინედ, საკვების და ტანსაცმლის ნებსითი სიმცირე, მოწყალების გაცემა, ტირილი, გლოვა, სულთქმა, მუხლმოყრა, პატივმოყვარეობის დაგმობა, შემდგომ საფეხურზე დევნის, ძარცვის, ყვრიმალზე ცემის, უბედურების, ცილის წამების, ყვედრებისა და გაკიცხვის მოთმენა. ამ გზაზე სულა არის ის, რომ ზძულდე ვინმეს და შენ არ განიცდიდე მის და მის სიძულვილს, დაანჯავდეს, გაწამებდეს ვინმე და შენ სიკეთით უზღავდე. მოვალეებს ვალები მიუტეო, სული დადო მეგობრიოთათვის და ბოლოს სისხლი დაღვარო ქრისტესათვის, როდესაც გარემოება მოითხოვს ამას. თუ ადამიანი ამ ვიწრო ბჭესა და ფიცხლ გზაზე ივლის, მართლის საზღაურს მიიღებს, ზეციურ ნეტარებას, რომელიც არასოდეს დასრულდება. ფართო ბჭესა და ვრცელ გზაზე კი წარსაწმენდელში მივყავართ. ვრცელ გზაზე სიარული მხოლოდ ამ ცხოვრებაშია სასიხარულო, იქ კი მეტად სამწუხარო. აქ ტკბილია, იქ ნაღველზე უმწარესი, აქ ადვილია, იქ ძნელი და მტანჯველი. აქ ისე წარმოგვიდგება, თითქოს არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდეს და არაფერს ნიშნავდეს. იქ კი ამ გზით მავალსა და მოუნანიებელს გარემოიცავს იგი მსგავსად ველური მხეცების ხროვისა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: დღესა პოროცსა ურჯულოებათა სვლათა ჩემთამან გარემომიცვეს მე. ეს იმას ნიშნავს, რომ მოუნანიებელ ცოდვილებს გარემოუცავს ვრცელ გზაზე სიარული, ამ ცხოვრების მანკიერებანი, რომლებიც ნაწილობრივ ჩამოგვითვალა მოციქულმა. ესენია: სიძვანი, მნუშებანი, არაწმინდებანი, ბილწებანი, კერპსახურებანი, წამლელობანი, მტერობანი, ხდომანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცისკვლანი, ლირწებანი, თვრალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. ყოველივე ეს ფართო გზაზე სიარულს ნიშნავს, ისევე როგორც მასხარაობა, თავის შეგცევა, დროს ტარება, ნებივრობა, ებანსა და სალამურზე დაკვრა, ცეკვა, ძვირფასი ტანსაცმლის ტარება, ძვირადღირებული ვახშმების მოწყობა, ტაშის კვრა და ჟრიამული, უზრუნველი სიმღერა, ჭამაძღომამდე, ძმათა სიძულვილი და ყველაზე უარესი ცოდვების მოუნანიებლობა და ამ ცხოვრებიდან გასვლის უხსენებლობა. ბევრი შესდგომია ამ გზას, ამიტომაც ბევრი დაიმკვიდრებს კიდეც ყოველივე ამის შესაბამის ადგილს და იპოვის. ვნებიან ხორციელ სიამოვნების სანაცვლოდ შიმშილს, ლოთობის სანაცვლოდ წყურვილს, სიცილის სანაცვლოდ ქვითინს, ებანზე დაკვრის სანაცვლოდ მოთქმა ვაებას, გასუქებული სხეულის სანაცვლოდ მატლს, უზრუნველობის სანაცვლოდ საზრუნავს, ცეკვის სანაცვლოდ დემონებთან ყოფნას, გზნეულებისა და სხვა ბოროტმოქმედების სანაცვლოდ გარესკნეზის ბნელსა და ცეცხლი გეენიას, სიკვდილის საძოვარს, რომელზეც მწყემსავს სიკვდილი თავის ცხვრებს, მოწაფეებსა და მეგობრებს ვრცელ გზაზე მაღლთ. წინასწარმეტყველს დავიმოწმებ, რომელიც ამბობს: ვითარცა ცხოვარნი ჯოჯოხეთსა მიეცნენ
და სიკვდილი მწყსიდეს მათ. ჩვენ კი საყვარელო ძმებო, გადავიხაროთ ამ უკეთური გზისაგან და უფალს ვუსმინოთ. იღვაწეთ შესვლათ იწროისა მისგან კარისა, ხოლო გეტყვით თქვენ, მრავალნი ეძიებდნენ შესვლათ და ვერ უძლოთ. ასე გმოძღრავს უფალი და ყველა ღმერთ შემოსილი მამა. წმინდა მოწამეები გონებაში იმარხავდნენ რა ამ დღის ხსენებას, თავიანთ სხეულს არ იბრალებდნენ, რამედ ყოველგვარ სატანჯველს ითმენდნენ და სულით ხარობდნენ იმ იმედით, რომ გვირგვინებით შეიმკობოდნენ. სხვები უდაბნოებსა და მთებში იხვწოდნენ, ბევრი ახლაც იხვწვის, მარხულობს და ქალწულობას იცავს, არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც, უფრო სუსტი სქესის წარმომადგენლები ვიდოდნენ ვიწრო ჭესა და ნარეკლიან გზაზე და ზეცათა სასუფეველს იმკვიდრებდნენ. აბა ვინ მოითმენს ამ სირცხვილს? ქალები გვირგვინებით რომ შეიმკობიან, ბევრი მამაკაცი კი თავს შეირწყვენს იქ, სადაც არ იქნება რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, არამედ ყველა თავისი შრომის მიხედვით დაჯილდოვდება. არა მარტო უდაბნოებსა და მთებში, არამედ ქალაქებისა და სოფლების ეკლესიებშიც გაბრწყინდება სულის ცხონების მრავალი მაძიებელი, რადგანაც ყოველმა მათგანმა გულმოდგინედ დაიცვა უფლის მცნებები თავისი წესისამებრ. გამბრწყინდნენ ეპისკოპოსები, პრესვიტერები და ეკლესიის სხვა წესნი, მეფეები და თავადები, მთავრები და ძალაუფლების მქონენი, რადგან უფალმა ღმერთმა განსხვავებები როდი დააწესა, ან ერთ ადგილს მეორესთან შედარებით უპირატესობა როდი მიანიჭა, არამედ თქვა, სადაც აიყვნენ შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, უდაბნოსა თუ მთაში, ღვიმეში თუ ჩემი მეუფების ნებისმიერ სხვა ადგილზე, მუნ ვარმე შორის მაცა. მათთან ვიქნები ვიდრე ახსასულამდე ამას სოფლისა და მერმის მარადისობაში დამწყემსავ მათ საუკუნოდ.